Crash 525 გვინდა რომ გაგაცნოთ. ეს არის პლატფორმა, რომელიც მცირე და საშუალო მეღვინეებს წარმოების განვითარებაში ეხმარება. კომპანიამ საგურამოსთან ახლოს სოფელ ბიწმენში მდებარეობს სიახლე, რომელიც BMG-ს რეპორტიორმა ნინი გიგიშვილმა ჩვენს მკითხველებს გაუზიარა. გახლავთ ის, რომ კომპანიის მიერ წარმოებული ღვინო მალე ბათუმისა და თბილისის ქსელურ მარკეტებშიც იქნება წარმოდგენილი. Crash 525-ის წარმოებას კლასიკური ღვინის საწარმოებლად 100 ტონიანი მარანი აქვს, ხოლო ქვევრის ღვინისთვის 30 ტონამდე მარანი. როგორი არის კომპანიის გეგმები და პლატფორმის შედეგები. გიორგი თევზაძესთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს. სტუდიას კომპანია Crash 525-ის დამფუძნებელი შემოუერთდა. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. დავიწყოთ კომპანიის ღვინით. წარმოებით რა ეტაპზე არის ახლა წარმოება და რა შესთავაზებთ ბაზარს, რა იქნება ის გამორჩეული, რაც დაიწყო ხო იმ განვითარების გარდა, რასაც უწევთ სხვა კომპანიებს უკვე თქვენი ღვინის მიმართულებით. კი, თქვენ როგორც აღნიშნეთ, ანუ ეს პლატფორმა მეღვინეობა Crash 525 წარმოდგენილია ბიწმენში. კომპანია თავის ლოგო ნიშნის ქვეშ აწარმოებს ღვინოებს, მაგრამ პარალელურ რეჟიმში დაწყებისთანავე ჩვენ გავაჟღერეთ ესეთი სერვისი, რასაც ქვია კონკრეტულად არ გაქვს შენი მარანი, ან არ გაქვს მაგის დრო ან საშუალება, ეს ეხება როგორც მცირე და საშუალო ღვინის კომპანიებს, ასევე ახალ დამწყებებსაც. და რატომაც არ გამოიყენო ჩვენი ბაზირება, ჩვენი პროფესიონალური გუნდი. საკმაოდ დიდი ინვესტიცია განახორციელა კომპანიამ იმ გაგებით, რომ სპეციალური დანადგარები, ცისტერნები, მათ შორის ზოგი ინოვაციური დანადგარი და სერვისიც არის, რასაც ვთავაზობთ ჩვენ პარტნიორებს, ესე ვიტყოდი და არა ან დამკვეთებს, როგორც კლასიკური მეღვინეობა, ასევე ტრადიციული. ანუ ეს გულისხმობს, რომ დაახლოებით 30 ტონის ქვევრის ღვინის მარანი გვაქვს მოწყობილი და კლასიკურ ნაწილში იგულისხმება უკვე ცისტერნებში დაყენება ღვინოების. თუმცა მთელი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ პირდაპირი ხარჯები აქვს დამკვეთს, გარდა იმისა, რომ არ უნდა შეიძინოს ყურძენი. ჩვენ ამ ნაწილშიც ვეხმარებით, რადგანაც ძალიან დიდი ნეტვორკი გვაქვს, ესე ვთქვათ, კონტაქტები ფერმერებთან, ანუ გლეხებთან, როგორც ქართლში, ისე კახეთში და პირველი წელი იყო 2023 და თქვენი წარმოდგენისთვის, ანუ საზოგადოებისთვის შედეგი ესეთი დაიდო, რომ 51 ტონა ყურძენი გადავამუშავეთ, 7 დამკვეთი ყავდა, 4 რეგიონთან მოგვიწია მუშაობა, მათ შორის ზოგმა ჩამოიტანა დასავლეთიდან, თქვათ სოლიკაური, რაჭიდან მივიღეთ ალექსანდროულ მუჯურეთულიც, ძირითადად ეს იყო ქართლის ჯიშები, კახეთიდანაც იყო ყურძნის მიღება და ჯამში 14 ყურძნის ჯიშთან მოგვიწია მუშაობა. საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა პროცესი. ანუ აქ დამკვეთი ამ შემთხვევაში ეს არის პირველი წელი იყო, როცა გადაამუშავეთ 2023 და 51 ტონა იყო ჯამში. ტონა იყო, ეს იყო შეკვეთა, ეს სერვისი და ჩვენი ნაწილი უკვე ამ შემთხვევაში წელს ჩვენ ვამატებთ ცისტერნების ნაწილს, ანუ კლასიკურ ნაწილში. ასევე პლატფორმა გულისხმობს დასაწყობებას და უკვე საპროდუქციის შენახვას. თვითონ სერვისი განიხილება ესე დაწურვიდან აპრილის ბოლომდე. ღვინის დაყენება ამაში გულისხმება, ლაბორატორიული ანალიზები თავისთავად, ღვინის დამუშავებები, იმ შემთხვევაში თუ ეს საჭიროებს ღვინო. ყოველ შემთხვევაში თავიდან დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანი რომ სტილისტიკა როგორი უნდათ მათ მიიღონ ღვინის, უკვე მეღვინესთან, ჩვენ და ჩვენ გუნდთან ერთად განიხილავენ ამ საკითხს და შემდგომ უკვე მთელი ამ წლის მანძილზე ხდება ამის მithვალყურება. ბატონო გიორგი, თქვენი სერვისი გარკვეულწილად მოიცავს აი ამ პროცესში რაღაცა ცოდნის და ინფორმაციის მიცემას და გავრცელებასაც, ხო, როგორც მივხვდი. იდეაში მე მაქვს სტარტაპი, ვთქვათ, მე მაქვს კონტაქტები, ვთქვათ, საერთაშორისო და ევროპის მასშტაბით, სადაც მინდა რომ ჩემი ღვინო მოხვდეს ევროპულ ბაზარზე. არ მაქვს ამ პერიოდში საწარმოო, რომლის მოწყობაც საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება, როგორც სტარტაპს. რისი, ასე ვთქვათ, რა ტიპის სერვისის მიღება შემიძლია თქვენთან კონკრეტულ ერთ სტარტაპს, თუ მაქვს ვთქვათ ორიენტირი ევროპულ ბაზარზე ჩემი ღვინის შეტანის. მივიღებ თუ არა სრულ მომსახურებას და სტარტაპის
კონტექსტიდან გამომდინარე ფასების ნაწილშიც რამდენად მოქნილია კრაშ 525. კი ბატონო, დავიწყოთ იქიდან, რომ პირველ რიგში როდესაც კომერციულად ამზადებს ადამიანი ჩვენთან ღვინოს, არის შემთხვევა, რომ შეიძლება დიდმა ორგანიზაციამ დაგვიკვეთოს და ეგრეთ წოდებული custom label ეტიკეტი გაუკეთოთ და ის სულ თქვა 2-3000 ბოთლის სასაჩუქრად ჭირდებოდეს. ეს ერთი გზა არის, მაგრამ როდესაც მოდის ადამიანი და მან უნდა გაყიდოს შემდგომ ეს კომერციულად, პირველი არის რომ პირველ კონსულტაციას ვაძლევთ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან, თუ როგორ ხდება რეგისტრაცია. იმიტომ რომ ეს უკვე იმ ინდმეწარმემ ამ შეფასებამ თვითონ უნდა განახორციელოს, ჩვენ მათ მაგივრად უბრალოდ ინდივიდუალურად ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ის იყენებს ჩვენ პლატფორმას, ანუ ვენახიდან წამოსული ყურძენი, ტრანსპორტირება, დაბინავება, გადამუშავება ჩვენთან ხდება, მაგრამ ამ პროცესში მან აუცილებლად უნდა ეს რეგისტრაცია გაიაროს ღვინის ეროვნულ სააგენტოში, რომ შემდგომ კომერციულად შეძლოს მან გაყიდვა. ნუ აქაც ბევრი ცოტა ისეთი ნიუანსი არის, ზოგი დამწყები არის და რა თქმა უნდა ვეხმარებით აქ და პირდაპირ ვაკავშირებთ შესაბამის დეპარტამენტებს სააგენტოში, რომ სწორად გაიარონ მას ეს რეგისტრაცია. ნუ რაც შეეხება საქართველოს ბაზარზე და ნუ ევროპაში ან ექსპორტზე გატანას ეს ცალკე პროცედურებია, ურთიერთობა აკრედიტებულ ლაბორატორიასთან, პირველ რიგში თვითონ სტილისტიკის სწორად განსაზღვრა, ჩვენ უზიარებთ ამ შემთხვევაში რჩევებს და კონსულტაციას ვაძლევთ ჩვენი გამოცდილებიდან, თუ როგორი სტილის ღვინო თქვათ როგორი სტანდარტების. სტანდარტები გულისხმობ შემადგენლობაზე ლაბორატორიულად ხომ მოწმდება ეს ყველაფერი. კი, ლაბორატორია ჩვენ ტექნიკური ლაბორატორია გაგვაჩნია ადგილზე, თუმცა უკვე სასერტიფიკაციო აკრედიტებულ ლაბორატორიებთან ხდება ასე ვთქვათ აუთსორსი და იქ ხდება მათი გადამისამართება. ნუ ფინანსური ნაწილი აქ ხო, ესე იგი პირდაპირ ხარჯები არის, მხოლოდ ეს არის ის ტექნიკური ხარჯები და დაახლოების წარმოდგენისთვის რომ გითხრათ 1 ლიტრის დაყენება, დამზადება ღვინო, ანუ ყურძნის დაწურვიდან აპრილის ბოლომდე თავის შენახვით ჯდება 5 და 50 ლარი, 6 და 50 ლარი DGG-ს ჩათვლით. ეს გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მინიმალური შეზღუდვა გვაქვს და ასევე მაქსიმალურიც, ეხლა ადამიანი რომ მოვიდეს და 200-300 ტონა ღვინო გვინდა, ეხლა ეს ამის საშუალება ამ ეტაპზე არ არის და სამომავლოდაც ჩვენ შეიძლება მაქსიმუმ 400-500 ტონამდე შემოვფარგლოთ საერთოდ ეს პროექტი. მაგრამ მინიმალურიც არის აქ 2 ტონამდე ღვინო. იმიტომ რომ მაგის ქვემოთ უკვე ეს ეგრეთ წოდებული გარაჟი და გართობა შეუძლიათ სახში აკეთონ და გაერთონ და იმიტომ რომ ჩვენ ყველა ცისტერნა ანუ ინვესტიცია ესე არის თან რომ ტექნიკურადაც განთავსებული ყველა ცისტერნა ანუ ტემპერატურ რეჟიმის ქვეშ არის არ შეიძლება რომ თქვათ ადამიანს მე ნაკლული დარჩეს ღვინო თქვათ ანუ გადაღებიდან გადაღებამდე იცით ხო რომ ეს ლექიდან მოხსნა არის თუ ჭაჭიდან მოხსნა სხვადასხვა პროცესი ანუ და ეხლა დამკვეთის და პარტნიორის ნებისმიერ დროს მოდის ამოწმებს თუ უნდა ნახულობს ამ ღვინოს ან მოყავს დამატებით პოტენციური იმპორტიორი და ჩვენ შემთხვევაშიც უკვე ღვინო, აი მაგალითად ჩვენ კომპანიას თვითონ ეხლა მაგალითად პოლონელი იმპორტიორი გვყავდა წელს, ამერიკელებთან გვაქვს მოლაპარაკება და ისინიც ავტომატურად რომ მოდიან ჩვენ პლატფორმაზე, ჩვენ სხვების, ანუ ჩვენი პარტნიორის ღვინოებსაც ვაცნობთ. ეს უკვე პლუსი არის მათთვის, ეს არ არის ეხლა ესეთი პირდაპირ დაპირება ჩვენგან ვერ იქნება რომ აუცილებლად გაგაყიდინებთ ამ ღვინოს, მაგრამ ხელშეწყობას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში დეგუსტაციას ჩვენ მართავთ, შეიძლება მას არ ეცალოს, მაგრამ შეთანხმება გვაქვს და ჩვენ წარვადგენთ პროფესიონალურად მათ ღვინოებს და აი ესეთ მრავალფეროვნებას უკვე როგორც ქართულ მომხმარებელს, ასევე უცხოელ და პოტენციურ იმპორტიორს და ბლოგერს თქვა ვთავაზობთ. ირგ, მომართვიანობა ალბათ მაღალი არის, ხო, კომპანიების მხრიდან ვისაც დახმარება სჭირდება თქვენ. წელს უკვე 120 ტონა ყურძნის შეკვეთა მიღებული გვაქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ესე იგი 100%-ით უკვე ეს თანხა ნაწილი გადახდილი აქვს, სხვათა შორის ეს სერვისის თანხაც ორ ნაწილად ხდება ამის გადახდა. ანუ რთველის დაწურვისას პირველი ნაწილი და მეორე ნაწილი უკვე აპრილის ბოლოს. და აქაც რაღაც პატარა ესეთი შეღავათია, რომ ერთიანად ანუ დამკვეთს რაღაც დიდი ხარჯი არ დაინახოს მან და მე წრის წლში უკვე ის ახერხებს. მე უკვე არის დასაწყობების სერვისი, ის ცალკე არის კვადრატულობით გათვლილი. აქაც ესეთი ფასები ავიღეთ, რომ შევადარეთ თბილისის საფასო პოლიტიკას, უფრო ნაკლები ავიღეთ, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ამოცანა მაკრო უშუალოდ ფული ესე ვთქვათ არ არის. და მეორე მხრივ კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის, რომ საერთოდ ჩვენ არ განვიხილავთ ქართველებს კონკურენტებად. ჩვენ გაგვიხარდება, ჩვენ ბრენდზე მეტი ღვინო თუ ჩვენი დამკვეთის მიერ იქნება და მათთვის იქნება დაყენებული, ეგ კიდე უფრო გაგვიხარდება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ყველა
უნდა მოვახერხოთ, ეს ჩვენი ფილოსოფია არის, რომ ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ ყოველ შემთხვევაში წარმოების ნაწილში და ექსპორტი და მარკეტინგი უკვე ინდივიდუალურია, შე როგორ სტრატეგიას მოიფიქრებ და ექსპორტზე ვიყოთ მაგრები. მე ესე წარმომიდგენია საქართველოში, ანუ ქართველებმა ერთმანეთი კონკურენტებად არ უნდა დავინახოთ. ხო, ერთმანეთის გაძლიერება ამ პროცესში უფრო მნიშვნელოვანია. ხო, მე ვახსენე, რამდენიმე წუთის ავტონომიუსები მქონდა, Nissan-ი და Honda შეერთდნენ, რომ ელექტრომობილების ნაწილში ჩინეთს ებრძოლოდა. ჩვენ შეგვიძლია, რომ ღვინის ხათრით გავაერთიანოთ ძალები მწარმოებლებმა და შესაბამისად შევქმნათ პროდუქტი, რომელიც კონკურენტული იქნება ევროპულ ბაზარზეც. გიორგი, მადლობა გადაცემაში სტუმრობისათვის. წარმატებებს გისურვებთ. ცხადია, ჩვენი საუბარი BMG-ზე იქნება დღეს მანძილზე ხელმისაწვდომი და ჩვენი მკითხველებისთვისაც სიახლეები გაზიარებული Crash 525-ის შესახებ. გიორგი თევზაძე, კომპანია Crash 525-ის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად.